საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო დაწყებულ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას საქართველოს შეუერთდა. სოლიდარობის აქცია მე ვარ შარლი ებდო დღეს თბილისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 7 იანვარს სატირულ ჟურნალ შარლი ებდოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო მწუხარება ყვავილებით და სანთლების დარჩენით გამოხატეს, რითიც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ჩვენი მიზანი არის, რომ ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადოთ და ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატოთ. უშინ დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები და ყვავილები მოვიტანეთ. როდესაც ესეთ ტრაგიკული რამ ხდება, აუცილებელი ადამიანების ერთიანობა და სოლიდარობის გამოჩენა. მგონია, რომ ეს არ არის მარტო საფრანგეთის პრობლემა, ეს არის ბევრად უფრო გლობალური პრობლემა, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც, რადგან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დღეს საკმაოდ აქტუალურია, მით უმეტეს ესეთი ძალადობრივი ფორმით როცა ხდება, აუცილებელია, რომ ერთად ვიდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ, გამოვიჩინოთ სოლიდარობა. ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს, მაგრამ ეს ცოტა რთული სათქმელია, როდესაც ხდება ის, რაც მოხდა 11 სექტემბერს, იქ სადაც ყველას გვეგონა მანამდე რომ ყველაზე დაცული სივრცე იყო, ეს პასუხია იმაზე, რომ აბსოლუტური დაცვა და გარანტია არ არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფოს უსაფრთხოება, უშიშროების სამსახურების მთავარი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში აცილებული იყოს ასეთი რისკები.